ქუთაისში ქალთა და ბავშვთა მუნიციპალური საბჭო შეიქმნა საკითხი დღეს საკრებულოს 45 სხდომაზე განიხილეს. როგორც მიმართულების თავმჯდომარე მარეხი ნიჟარაძე აცხადებს, საბჭო ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად შეიქმნა. ქალთა და ბავშვთა მუნიციპალური საბჭო შეიქმნა, რაც შეიცვალა გენდერული საბჭო. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ სიტყვა გენდერი არა მარტო ჩვენთან და ალბათ ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე ამოიღეს. ქალთა უფლებების დაცვა და ბავშვთა უფლებების დაცვა ისედაც პრიორიტეტი უნდა იყოს სახელმწიფოსი და ისევე ადგილობრივ თვითმმართველობის და ჩვენ ვაკლებთ პრიორიტეტად აი ამ საკითხს. ეს საბჭო შეიქმნა, სტრატეგია შემუშავებული გვაქვს, პროგრამებით შემუშავებული გვაქვს ქალთა უფლებების დაცვაზე და ბავშვთა უფლებების დაცვაზე. ბავშვთა უფლებებზე და ქალთა უფლებებზე ჩვენ ბევრს არ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ თითქმის ყველამ ვიცით, თქვათ რა საკითხებში შეიძლება დავიცვათ ქალები და ბავშვები. და ამავე დროს ჩვენი საბჭო შეიცვალა დებულებაც, იმიტომ რომ რეგლამენტით შეიცვალა. ჩვენი საბჭო, გენდერული საბჭო იყო დაახლოებით 35 წევრამდე. ეხლა გვყავს 12 წევრი, ამ 12 წევრში შედის ყველა ფრაქცია, ყველა კომისია, რა თქმა უნდა მივმართეთ ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებსაც, რომ მაგათ ჩაესვათ ჩვენ საბჭოში წევრი, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ასევე არის წარმომადგენლობით სოციალური სამსახურიდან, რომლებიც მუშაობენ მრავალშვილიან დედებთან, მუშაობენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე, ბავშვებთან სოციალური სააგენტოდანაც გვყავს წარმომადგენელი, ასევე გვყავს რესურს ცენტრის წარმომადგენელი, გვყავს აღმასრულებელის წარმომადგენლები, ასე რომ 12 დაკომპლექტებული წევრი გვყავს. აუცილებლად გვექნება ექსპერტებთან ურთიერთობა, ჩატარდება ტრენინგებიც და ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე, ალბათ ყველას დაგვჭირდება კიდევ უფრო მეტად იცოდეთ ყველაფერი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ფაქტს, რომ საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მარეხი ნიჟარაძე აფასებს და ამბობს, რომ ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ოპოზიციის ხმა მათ ამ მომრჩეველს უნდა ესმოდეს საკრებულოდან. მათი უფლება არის საერთოდ ბოიკოტი, ჩვეულებრივად შეუძლიათ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს საკრებულოს, მაგრამ მე ვფიქრობ, როცა არჩეული ხარ, როცა ლეგიტიმაცია გაქვს მოსახლეობიდან და მათ ყავთ მათი ამომრჩეველი, ამიტომ მათი ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს როგორც საკრებულოში, ასევე პარლამენტში და აი ეს პლატფორმები აუცილებლად უნდა გამოიყენო წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლებმა იმის გამო, რომ მათ ამომრჩეველმა ის აირჩა არ არის, იმიტომ რომ ბოიკოტში იყვნენ და არაფერი არ გააკეთონ, აირჩიეს იმიტომ რომ მათი ხმა ისმოდეს, მათი ამომრჩევლის პრობლემებიც დააფიქსირონ და საერთოდ საკრებულოს სხდომებს მე ვფიქრობ, რომ საკრებულოს დეპუტატი უნდა ესწრებოდეს. მარეხი ნიჟარაძე ასევე აფასებს ქუთაისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატს დავით ერემეიშვილს, რომელსაც როგორც ცნობილია, კანდიდატად ოფიციალურად რამდენიმე დღეში წარადგენენ. ძალიან გამეხარდება, რა თქმა უნდა, დადასტურების შემთხვევაში დიდი მილოცვითაც და დიდი სიხარულითაც ვიქნები გამსჭვალული ბატონ დავით ერემეიშვილის მიმართ, იმიტომ რომ ის არის ძალიან ყურადღებიანი, ის არის კაცთმოყვარე ადამიანი, ის არის ტრადიციული, კარგი ქუთაისელი, რომელსაც ქალაქი უყვარს, ვისაც ქალაქი ძალიან უყვარს, ქალაქზე ძალიან ზრუნავს, იყო მოვალეობის შემსრულებელი და ძალიან კარგად გაართო მოვალეობის შესრულების დროს ქუთაისში პრობლემურ საკითხებს, ინფრასტრუქტურის საკითხებს და ყველა საკითხთან დაკავშირებით, როცა ადამიანი არის უშუალო, არის კარგი ქუთაისელი, მას უყვარს ქალაქი და უყვარს მოსახლეობაც და ადამიანებიც და მათთან სხვათა შორის არც შეხვედრებს არ ეძდება, ის პრობლემებზეც მოსახლეობას ჩვეულებრივად ხვდება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული კანდიდატი იქნება ქუთაისში ბატონი დავით ერემეიშვილი. მივესალმები, რა თქმა უნდა, დამტკიცების შემთხვევაში. დღეს საკრებულოს რიგით 45 სხდომაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ანგარიში წარადგინეს, რომელიც 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივლისამდე გაწეულ სამუშაოს მოიცავდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე ბაქარ მახარაძე აცხადებს, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სწორად მიმდინარეობს. 2024 წლიდან ივლისიდან 2025 წლის ივლისამდე საფინანსო საბიუჯეტო კომისია ყველა შეპესე და აიპი, რომელიც ფუნქციონირებს ქალაქში, მოუწია მათი მოსმენა, მათი ანგარიშების მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ესევე წლის ანგარიშთან ერთად მოხდა კვარტალური ანგარიშების მოსმენა, აბსოლუტურად ყველა აიპი და შეპესე გამართულად ფუნქციონირებს და გააგრძელებს ფუნქციონირებას. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობს სწორად და რაც შეეხება სხვა დანარჩენსაც შეიძლება ითქვას,
ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ ვქონდეს და ნახოთ და დავაკვირდეთ, როგორ მიდის ქალაქის ბიუჯეტის ხარჯვა. იმიდან გამომდინარე, რომ წლევანდელ წელს ქალაქის ბიუჯეტი არის უპრეცედენტოდ დიდი, შეადგენს 186 მილიონი 580 ლარს და შეიძლება ითქვას მეტი გულისხმიერებით გვინდა დავაკვირდეთ პროცესებს, რათა ყველა ბიუჯეტში ასახული და პროგრამაში ასახული თანხა მაქსიმალურად იყოს ჩვენი მოქალაქეების მიერ ათვისებული და ესევე არ მოხდეს გადახარჯვა რომელიმე პროგრამაში ან რომელიმე შეფესეს მიერ. ჩვენ კომისიაზე, როდესაც მოუმართავდა შესაბამისი შეფესეები და აიპები, ვცდილობდით მათთან ერთად გაგვევლო ის პრობლემები, თუ პრობლემები არსებობდა და აღმოგვეპყრა ის შეიძლება ითქვას ის პრობლემა, რომელიც ხელს უშლიდა ამა თუ იმ პროგრამას ათვისებაში, ასე რომ დღესდღეობით მეორე კვარტლის შედეგიდან გამომდინარე, თუ იმჟელებთ, დღეს არანაირი პრობლემა არ აქვს ბიუჯეტს ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით. ხოლო რა თქმა უნდა, ჩვენ კომისია გააგრძელებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან მიმართებაში თვალისდევნებას და თუ რა თქმა უნდა მესამე კვარტლის ბოლოში კიდე რა თქმა უნდა პროგრამებში თანხებთან მიმართებაში იქნება სხვა რამ გამოვლენილი, აუცილებლად მიმართავთ აღმასრულებელ ორგანოს, რათა დროულად იქნეს აღმოფხული ეს პრობლემა და ესა თუ ის პროგრამაში არსებული ჩვენი მოქალაქეებისთვის მობილიზებული თანხები სრულად და კანონის შესაბამისად იქნეს ათვისებული. ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპარლამენტის კრიტიკას 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებით პასუხობს და მათ უპრეცედენტოდ არაობიექტურსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს. ცესკო ეჭვქვეშ აყენებს ევროპარლამენტარების კეთილსინდისიერებას, უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ მათ უკან პოლიტიკური ზეგავლენის მცდელობა. მიუხედავად ეუთოოდირის კრიტიკული შენიშვნებისა, ადმინისტრაცია საკუთარ პასუხისმგებლობას კვლავაც გამორიცხავს და დასავლური შეფასებების დისკრედიტაციას ცდილობს. მაშინ როცა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ადმინისტრირებას უწევდა 50000-ზე მეტი საარჩევნო ადმინისტრატორი, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული, მაშინ როდესაც ყველა ტექნოლოგიური უბანი ხელით გადაითვალა და შედეგებთან მიმართებაში არ ყოფილა მნიშვნელოვანი განსხვავება, მაშინ როდესაც ჩატარდა უამრავი შეხვედრა, მათ შორის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლებთან და მსგავსი ტიპის შენიშვნები არ გამოთქმულა და რაც მთავარია, როდესაც ეუთოოდირის დასკვნა არსებობს, სადაც არავით არის საუბარი რაიმე ტიპის გაყალბებაზე არ არის და მეტიც ჩვენ მოვისმინეთ ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ შედეგები ასახავდა ამორჩევლის ნებას, ცხადია, ნებისმიერი ორგანიზაციის განცხადება, რომელიც აპრიორად მოიხსენიებს არჩევნებს გაყალბებულად, არის საარჩევნო ადმინისტრატორების შეურაცხყოფა და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენ გვექნება აუცილებლად კომუნიკაცია ყველასთან იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ბრალდებების უკან თუნდაც ერთი ფაქტი, კონკრეტული მტკიცებულება იყოს წარმოდგენილი. ცესკოს განცხადებას ეთანხმებიან ქართულ ოცნებაში და აცხადებენ, რომ ევროპარლამენტი ღირსების შემნახველ განცხადებებს აღწელებს. ჩვენ ვასკვნით, რომ არანაირ ობიექტურობაზე ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებების თავობაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. რა ორგანოა ასეთი ევროპარლამენტი, რა გაკვირვება ჩაატარა ასეთი, ან რა მტკიცებულებები მოიპოვა ასეთი, რომ ასეთი დასკვნა და მივიდა. ამაზე უფრო მძაფრ შენიშვნებს თქვენ გაჩვენებთ, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების დასკვნებში არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის დასკვნებში. განა შენიშვნები არ არის. აქ მთავარი არის კვინტესენცია ეს დასკვნა რას ამბობს? დასკვნა ამბობს, რომ იყო კონკურენტული გარემო, არჩევნები შედგა, გამოდიოდნენ ცალ-ცალკე ჩვენი დაუძინებელი მეგობრები და ამბობდნენ, რომ ეუთოოდირის დასკვნა არ მოსწონთ და ასე შემდეგ. არაფერი წმინდა პოლიტიკური მოსაზრებების გამო. ჩვენ მხოლოდ ერთ ამას ვითხოვთ ყოველთვის. მტკიცებულება, რასაც მტკიცებულება ქვია, წარმოადგინეთ, ჩვენ მას განვიხილავთ. ცესკოს განცხადებას ეხმიანებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, ცესკო პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით არ უნდა იყოს დაკავებული. 2003 წელს, როდესაც ასე ვთქვათ, ვარდებული რევოლუცია მოხდა იმ ასე ვთქვათ გაყალბების შემდეგ, რაც პირდაპირ ეწერა ეუთოოდირს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ანგარიში, რომ გაყალბდა არჩევნები. აი ამ დასკვნის შემდეგ ასეთი კრიტიკული დასკვნა ეუთოოდირს არ ქონია არც ერთი არჩევნების შეფასების დროს საქართველოში, ცხადია. ხომ აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის манипуляციურია უბრალოდ ის განცხადებები, რომ დადებითად იქნა შეფასებული ეუთოოდირის მხრიდან
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ხო მთლიანობაში უნდა შევხედოთ ჩვენ დოკუმენტს. ხო ცხადია, ცალკეული რაღაც დადებითი მომენტები, რომ რაღაცა ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დასკვნა გააკეთო, რომ კარგი არჩევნები ჩატარდა. არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს სადამკვირვებლოს, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არაერთი მტკიცებულების საფუძველზე ვთქვით, რომ ამ არჩევნებმა ვერ გამოხატა ქართული ხალხის ნება და ძალიან აშკარა დარღვევების ფონზე, როდესაც ცესკო იძახის, რომ არ ყოფილა დარღვევები, ყველასთვის თვალნათელი იყო მაგალითად ფარულობის დარღვევა, რომელიც ძალიან შეუიარაღებელი თვალითაც კი იყო ხილული. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მართლა ზრუნავდეს არჩევნების გაუმჯობესებაზე, ზრუნავდეს ნდობის აღდგენაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ განცხადებებს და ჩემი შეფასებით ამ საარჩევნო ადმინისტრაციას რა თქმა უნდა გაუჭირდება უკვე ნდობის აღდგენა, მსგავსი ტიპის განცხადებები, რა თქმა უნდა პოლიტიკურად აღიქმება და პოლიტიკური განცხადებების კეთება, რა თქმა უნდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა არ უნდა იყოს. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სარფის გავლით საქართველოდან თურქეთში მიგრანტის სატვირთო ავტომანქანით ფარულად გადაყვანის მომზადებას ჯგუფურად გაუწიეს ორგანიზება, რის სანაცვლოდაც მათ დიდი ოდენობით თანხა აიღეს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულებისათვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მომზადებისათვის ფულადი თანხის გადაცემის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ავტომობილის შხრეკის შედეგად საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Biraz heç olmasa aşağı. Əgər mən orada 300-400 dollardan başqa artıq para pul qalırsa demək ki, oluyam. Bax, balalarımı, 3 balamı. Mən orada yəni garanti verirsən, mən orada yəni birdən yolda mənim problemim özün bilirsən də, yəni sənə yəqin deyiblər nə var. Bax, sən mənim gözəl qardaşım. Mən indi nətər keçirdim? Sənin maşın var, tər var, sabah tərə gedirəm. Sabah yox, mənim qardaşım indi qiymət balamın qaldı. Sonunda mən onlara şey deyim. Sivyazlıyam səndən, sən özünlə. Mən heç kimi görmək istəyəm. WhatsApp-la necə bağladı? Yox, WhatsApp, varımdır WhatsApp. Varımdır mı WhatsApp? Bunda WhatsApp var. Ailə WhatsApp-la danışaq. Promoy mənə elə ki, yəni hansı rahatdır, maşın rahatsa, maşından daha rahatsa, saçımdan şikayətçi olmasın. Sonra da görərsən mənə. Oldu, okey. Bər var, qadındır. Bu qadın. Öz maşınla deyib, fırları var. Aparır, maşını mindirir, əlini yola qalır, mən cavab yox qardaş. Mənim şərkim işlədiyimə baxdır. Narahatsız, heç bir şey yox paralarımın başı. İnci benim? Bir nəfərli var. Onu sıyırılsın. Sen gidip orada direnme. İndi hara gidip? Başka mı? Şam'a bakma mı? Oradan. Oradan bineceğim. Türk tümüş olur. Nerede? საქართველოდან უცხო ქვეყნის 36 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის არიან აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, ფილიპინებისა და ჩინეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ. მიმდინარე თვეში მიგრაციის დეპარტამენტმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 115 მოქალაქე საქართველოდან გააძევა, ხოლო 2025 წლის 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 233%-იან ზრდას წარმოადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად საკონდიტრო პროდუქტის შეფუთვებში დამალული 2 კილოგრამამდე ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებსა და ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერებას შეიცავდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქუთაისის სამოქალაქო თეატრმა მორიგი სპექტაკლი სარდაფი წარმოადგინა. ჟან ანუისის პიესის მიხედვით დადგმული ფსიქოლოგიური დრამა ქალთა მიმართ ძალადობას, საზოგადოებას შორის დაყოფასა და უსამართლობას აჩვენებს მაყურებელს. მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩენილი მაყურებელი ორ სცენას შორის არის მოქცეული. ერთ მხარესაა სარდაფი, სადაც მსახურები იმყოფებიან და მეორე მხარესაა სახლის მეორე სართული, სადაც დიდგვაროვნების სამყოფელია. ორ სცენას, ორ კლასს შორის აღმოჩენილი მაყურებელი ქაოტურად ირევა ჩაგვრის, გადარჩენის წყურვილის, მორჩილების, მბრძანებლობისა და გავლენების სივრცეში. მოახლებს სამდათ რომ ამ ბედს ვერსად გაექცეოდნენ. ეს რწმენა აძლევდა მათ შვებას. ეს მათთვის ღვთიური მადლი იყო. მდაბიოებს აუცილებლად უნდა სჯეროდეთ, რომ მათ უბედურებაში ბედია დამნაშავე. სწორედ მაშინ პოვებენ ისინი სიმშვიდეს. აქ მოახლები ცხოვრობდნენ. ეს რაოინებია და სწორედ მაშინ, როდესაც გალბაზონი გრაფინია შემოდის. ადექი და გასავდი. რა მოვიდა ამ გოგონას? აღელობისგან დაემართა. ხომ ხედავთ უკვე? კონსოლოეკა. ადექი და გასავდი და სასწრაფოდ გასავდი. მადმუაზელს, აქ პირადად თქვენ სანახავად ჩამოვედი და მოვიდობა თქვენი ყველა მეგობარიც აქ შეკრებილიყო. ისიც ჩემს უმცროს პირს მამასავით ტიბოქია. მას კიდევ უნდა ერქვა სახელი, რომელიც ნათლობით დამოწმდება. თქოს ეს მეორე სახელი თქვენ ამოიჩნდეთ. მადმუაზელ, სარდაფში იმიტომ ჩამოვედი, რომ მეკითხა. თანახმა ხარ თუ არა შვილი მომინათლობთ. მომინათლობთ. ჩელში ბავშვი მყავს. ზუსტად თქვენაირი. მეტრი შვილი. ხო, მეტრის. რომელმაც საჯინიბოში გამოუპატიურა, როცა საღამოს საქმე მიგუტანა. ნეხვის გროვაზე გამოუპატიურა. იქიდან რომ გრუნდებოდი, მოსამსახურება დამცინეს. ეგონა თქვენი დამიცდენი, უცებ დავარდი და ამიტომ ძინე. სად მიპარები? მარტო როცა მომიხალქებდით გულზე ხარ ხოლმე. ხან კარს უკან, ხან ბნელ კუთხეში. სადაც დარჩეს იქ ძალებს. იქიდაც დამეყვილი. შენია სხვა მარგალი. ამის სწორედაც მიცხვენია. რომ იცოდეთ როგორ ხარს მე სიზღება. ხოლმე ტანჯვას მაყენებს მისი სიახლოვე, მე სიზღება. არავინ არ მიყვარს. ისიც თავისი ღმერთი. მიყვარხარ რომ მეუბნება, მაგრამ საკუთარი დედისგანაც კი ვერ დამიცვა. მესიზღება. ყველა მესიზღება. და არც ამას გაპატიებთ არასდროს. ძალიან ემოციებში ვარ, იმიტომ რომ საერთოდ ახალი რეჟისორა იყო განსხვავებული სტილის და ყველაზე მნიშვნელოვანი ის, აი, ჩემი მეგობრები უცებ აღმოჩნდნენ პროფესიონალი მსახიობები და აი გაოცებული ვარ ამ ადამიანებით და ესენი არიან ნამდვილად შემდგარი მსახიობები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგები არიან, ჟურნალისტები არიან, ერთ პროფესიაში გვიმუშავია და რაც შეეხება ახლა სამოქალაქო თეატრს. ეს თეატრი არის ქუთაისისთვის დღეს სიტყვის მთელი თეატრალურ საზოგადოებაში და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად წლების შემდეგ ჩვენ დღეს კი ვაფასებთ ამას, მაგრამ გაცილებით ძვირფასი და ძვირადღირებული იქნება. და ძალიან ძალიან დიდი მადლობა
ზეკო ხაჩიძეს აი ამ ყველაფრისთვის და ყველა იმ ადამიანს ვისაც ოდნავი წვლილი მაინც აქვს აი ამ სამოქალაქო თეატრის ამ ფორმით ფორმირებაში. უდიდესი სიამოვნება მივიღე როგორც მაყურებელმა. მე არ გახანია მსგავსი სიამოვნება სპექტაკლისგან არ მიმიღია, ნამუშევრისგან, აქ იყო ძალიან დიდი შრომა რეჟისორის, ძალიან დიდი შრომა ყოველი შემსრულებლის ნიჭების ზეიმი იყო, თამამად შემიძლია ვთქვა. სამოქალაქო თეატრი ნამდვილად ამშვენებს ჩვენს ქალაქს და დღეს კიდევ ერთი დასტური იყო, რამდენად საჭირო არის მსგავსი ტიპის თეატრები, რომლებიც არ არიან ორიენტირებულები მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობებზე. აქ იყო კიდევ გამეორდები ნიჭის ზეიმი. სიუჟეტის ცენტრშია კითხვა, ვინ მოკლა მზარეული. თუმცა სპექტაკლი გაცილებით ღრმა საკითხებს სვამს, როგორ იფუთება დანაშაული მაშინ, როცა მასზე გავლენიანი ძალები ზემოქმედებენ, როგორ იჩქმალება სიმართლე და როგორ იჩაგრება ხმა, რომელსაც არ აქვს პრივილეგია. ვინ მოკლა მზარეული? მაშინ ვინ დაიპოვა? არ დაგინდო ვიცოდე. თქვენ ამის უნდა თქვენ ხართ ჩადება. მე განვასახიერებდი ქალს, რომელიც ჩემის აზრით არის სიძლიერის და შეყვარებული ქალის სიმბოლო ჩემთვის. რა თქმა უნდა, უარყოფითი შტრიხებიც ამის ხასიათში, მაგრამ იმდენად ძლიერია, იმდენად სიყვარულით სავსეა მაინც სიკვდილის წინ, უბრალოდ სიკვდილის პერიოდშიც კი ზუსტად იმ სიყვარულზე ფიქრობს, ოცნებობს, დარდობს და ზუსტად მის ნატურაში მიილევა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გარდასახვა ჟურნალისტების მსახიობებად, იმიტომ რომ მოვიდგოთ ყველა საუკუნიდან, ყველა ადამიანის, ყველა ჟანრში ცადეთ ჩვენი ბედი და ბოლოს თქვათ სათქმელი სპექტაკლებითაც. ბოლოს განსაკუთრებით სპექტაკლი ეცადა, ჩვენი პიესაც ეცადეთ, რომ ყოფილიყო რაღაც მიახლოება დღევანდელ თანამედროვეობასთან, აი ზუსტად ბრიფინგის ჩვენებით. როგორც ყოველთვის ეს წუთები იყო ჩემთვის ბედნიერი, ეს რეპეტიციის პერიოდი ჩემთვის იყო, რა ვიცი, ისეთი პერიოდი, როცა ბედნიერად გრძნობდი თავს და მადლობა მაყურებელს, რომ დღეს მოვიდნენ, დაგვაფასეს და დაგვასაჩუქრეს აპლოდისმენტები. სამოქალაქო თეატრი ჩემ ცხოვრებაში არის ახალი სუნთქვა, ახალი ეტაპი. ჩემი ცხოვრების აღმოჩენა არის ჩემთვის კიდევ ერთხელ ამ სივრცეში ზეკო და ნიტა და ეს ახალგაზრდები არაპროფესიონალებს რო უწოდებენ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ყველა პროფესიონალია, საოცარი პარტნიორები ჩემი. რაც შეეხება ჩემ გმირს, რაღაცა მისტიური გმირი იყო. აი ჩარჩოში ზის, გარდაცვლილი სულია და რამდენად მე ამას გავართვი თავი, ეს მაყურებლისთვის მიმინდვია და უღრმეს მადლობას ვეთქვი პუბლიკას დღევანდელი ემოციისთვის. სპექტაკლის რეჟისორი ნიტა ხაჩიძე და კონცეფციის ავტორი ზეკო ხაჩიძე ჟურნალისტ მსახიობებთან ერთად მაყურებელს აძლევენ საშუალებას არა მხოლოდ იმსჯელოს დანაშაულზე, არამედ გადახედოს ძალაუფლების, კლასობრივი უთანასწორობისა და ზნეობრივ კომპრომისებს. პარალელი გაავლოს სპექტაკლში წამოწეულ თემებსა და დღევანდელ რეალობას შორის. სამოქალაქო თეატრი დადგმული სპექტაკლით სარდაფი სწორედ იმ მნიშვნელოვან ძირეულ ფასეულობას ეხება, რასაც სამართლიანობის ძიება და უსამართლობასთან შეჯახება ჰქვია. ყველობის დღეს სარდაფიდან გაიქცა ახალგაზრდა მოსაცავებელი, რომლის ადგილს სამყოფელიც დაუდგენელია. მოწმეები იუგელინა ლაპკვენდი და მარსელ პიუნე იწუნებიან, რომ ყველობის პროცესში სარდაფში იმყოფებოდნენ მოსამსახურე ბიჭუნა ალექსისი და იგივე ტომა ჟოზეფი. საბოლოოს დაკავებულია დამნაშავე ლეონ ვაკასი. სხეულის პარტნიორი და ოჯახის მეჯინია. ოფიციალურად საქმე დახურულია. ქალთა ძალადობით დავიწყეთ და უსამართლობის ტოტალური პროცესი წამოგვეწია და მიხვდით ალბათ ფინალში რა ალეგორიაც იყო ეს, ხო? იძახის რომ ტყუილია და ხმა არის ის. და რაც მთავარია ყოველთვის მნიშვნელოვანი, ყოველთვის ფასეული, სიმართლის დაცვა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა.
ნუ რეალურად ადამიანების სიყვარულით გავაკეთეთ ეს ყველაფერი და რა ვიცი, ავირჩიე. ასე ავირჩიეთ და ნიტამ დადგა. და სამოქალაქო თეატრმა შეასრულა და არ გომოქცა საშუალება, რომ დღეს თქვენთვის გვეჩვენებია და პირველად დაგვეტესტა, როგორ იქნებოდა აღქმული ეს ექსპერიმენტი. მადლობა ჩვენს კულტურულ, განათლებულ, სენსიტიურ მაყურებელს. მადლობა თქვენ. ზეკო მიპოვა SPS-ა ჟანანუის და როგორც კი კითხვა დავიწყეთ და აღმოვაჩეთ როგორი შავი და ნუარული იყო მისი ტექსტი, თქვით რომ კი ეს დღევანდელობას ერგება და ჩვენ კი ეს კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია გავამძაფროთ და ამაში კიდევ უფრო მეტად ხელი შეგვიწყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა, რომელმაც სამწუხაროდ ძალიან დიდი ხანი გაგვაჩერა, თუმცა კიდევ უფრო მეტი ამბიცია და რესურსი მოგცა შინაგანად, რომ კიდევ უფრო საზოგადო ტექსტი და სურათი გაგვეხადა სარდაფი, რომელიც ისედაც და ასედაც ზუსტად აი ამ შავის და თეთრის ზღვარზე დადის, ამ ტკივილების, ამ კომედიის და ტრაგიზმის ზღვარზე დადის. და ჩვენ გვინდა და ამ სპექტაკლის მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა მოგვეყოლა ისტორია საზოგადოებაზე და შემდეგ ამ საზოგადოებიდან მიგვეღო ჩვენ რეაქცია ამ ისტორიაზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ ამ შედეგამდე გავედით და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დღეს ყველა სახლში როცა მივა დაფიქრდება რომ ვინ მოკლა ის და ეს ის არასოს კონკრეტული ინდივიდი არ არის ხოლმე გაცილებით უფრო მასშტაბური ამბავი არის ვიდრე მხოლოდ ერთი ადამიანი როგორც ხდება ხოლმე. სამოქალაქო თეატრი მგონია რომ ის ალტერნატივა არის საიდანაც ყველას შეუძლია მიაწვდინოს ხმა ნებისმიერ ადამიანს და ჩვენი მთავარი მიზანი ზუსტად ეგაა. ვისაუბროთ ყველაფერზე ხმამაღლა თავაწეულებმა და ვისაუბროთ იმ ადამიანებს, რომელსაც ასეთი თავაწეული ადამიანების ყურება უნდა და თვითონ უნდათ რომ გახდნენ ესეთები. და მგონია რომ სამოქალაქო თეატრი ამ როლს არაჩვეულებრივად ასრულებს და ყოველთვის კიდევ უფრო კვეთრად და უმად შეასრულებს. ხარდაჭერა აუცილებელია, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ რამდენად ნიჭიერი ადამიანები არიან შენს ირგვლივ და როდესაც ხდება ამ ნიჭიერის გაერთიანება. ჩემთვის პირიქით ძალიან დიდი პატივია. ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა ამ ადამიანებს გვერდით დავუდგე და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აი ქუთაის თავის ელფერს, თავის კოლორიტს ძენს სწორედ ესეთი ადამიანები, ესეთი ფაქტები, ესეთი გაერთიანება. ზუსტად აი ესეთი მსგავსი კულტურული პროდუქტი, როდესაც არაპროფესიონალებისგან იდგმება, მაგრამ ჩათვალეთ, რომ პროფესიონალური დონის არის ეს პროდუქტი. დღევანდელი ამის დასტური სახეზე გვაქვს, წარმატებებს ვსურვებ, ყოველთვის მზად ვიქნებით და გამოთქვა მზადყოფნას ხარში დაუდგე მათ. სარდაფი ეს არის დრამატული ალეგორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ჩაგვრა გადაიქცეს მთლიანად საზოგადოების მახინჯანარეკლად.